დაბადებულიყავით საპირისპირო სქესის, მოგეწონებოდა თუ არა თქვენი თავი? ანუ ხალი თუ რაპონჩი? აი, ხალი რო იყოთ, თქვენნაირი ადამიანი მოგეწონებოდა თუ არა? მოგესალმებით. რა ვიცი, ახლა ხალი რო ყოფილიყავი, როგორც რა ვიცი, როგორ უნდა ვთქვა, მომეწონებოდა, რა თქმა უნდა, ახლა გეი პროპაგანდაზე ისინი არ მიზიდავს. არა, სხვა რაღაცას გეკითხებით, ნახეთ, აი მაგალითად თქვენ რომ ყოფილიყავით ქალბატონი, აი რის გამო მოგეწონებოდათ თქვენნაირი მამაკაცი, აი რა თვისებები გაქვთ ისეთი, რის გამოც ადამიანს შეიძლება და მოსწონებოდით? ქალბატონს მამაკაცი უნდა მოეწონოს იმ გაგებით, რომ უნდა იყოს მშრომელი, დაჯერებული და რა ვიცი, ნორმალური აღნაგობით რა და მოაზროვნე პირველ რიგში და უბლის მოყვარული კაცი, ის კი არა რომ ქალებს უბაგუნებენ და პირიქით, ქალებიც არიან რომ კაცებს უბაგუნებენ, მაგრამ ეგ დაუშვებელია. ეგეთი ქალებიც არიან? რა თქმა უნდა არსებობენ, რომ ქალები უბაგუნებენ კაცებს. მადლობა. ნახვამდის. საპირისპირო სქესის რო ყოფილიყავი, მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი? მე კი. რატომ მოგეწონებოდა? რა ვიცი, ზედმეტად მომხიბვლელი ვარ. რას ვფიქრობ? აი ხასიათებში რა მოგეწონებოდა? აი რა თვისებები გაქვს ისეთი, რის გამოც აი მოგეწონებოდა ან თუნდაც შეგიყვარდებოდა საკუთარი თავი? მიზანდასახული ვარ. კიდევ? რავი. პრინციპიალური ალბათ. მიზანდასახული და პრინციპიალურობა ალბათ. და იუმორის გზნობა ზოგჯერ. შენც გვიპასუხე? მე არ ვიცი. ან მოგეწონებოდა ან შეგიყვარდებოდა, გაქვს ისეთი თვისებები, რის გამოც შენი თავი მოგეწონებოდა აუცილებლად? მაქსიმუმ იმიტომ რომ ხატავ რა და შეიძლება მაგიტან. არ ვიცი. აი საპირისპირო სქესის რო იყო მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი? კი. რა თქმა უნდა. რატომ მოგეწონებოდა? კარგი ადამიანი ვარ. კიდევ? ლამაზი ვარ. კონკრეტულად რომ მითხრა ის თვისებები, რის გამოც შეიძლება და შეგყვარებოდა თუნდაც საკუთარი თავი? კარგი იუმორის გრძნობა მაქვს. ხალისიანი ვარ. სერიოზულად საუბარი შემიძლია. რავი, კიდე რა, არ ვიცი. ცალად თუ გაყვებოდი? კი. ანუ საპირისპირო სქესის რო ყოფილიყავი, ცალად ვერ გაყვებოდი, იმიტომ რომ ბიჭი იქნებოდი. ცოლადაც გავყვებოდი და ქმრადაც. ქმრადაც გაყვებოდი საკუთარ თავს. საპირისპირო სქესის რო ყოფილიყავით, მოგეწონებოდათ თუ არა თქვენი თავი? კი, რა თქმა უნდა. რატომ მოგეწონებოდათ? აი რა თვისებების გამო? რა ვიცი, ძალიან ესეთი რთული არის, მაგრამ მარტივად რო თქვა, ალბათ რავი, მოწესრიგებული ადამიანი ვარ ძალიან და. კიდევ? შესაბამისად. რა ვიცი, მზდილობა გამაჩნია ბევრთან დაკავშირებით, აი ასე აღნიშნავდი და ასევე, რა ვიცი, დიზაინი მიყვარს ძალიან. იმიტომ რომ სამ რაღაცას გავაერთიანებდი ერთად. თუ შეგიყვარდებოდათ? ეგ უკვე რთულია. ესე, არ ვიცი. საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყავით, მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი? რა თქმა უნდა. რატომ? არ ვიცი, ჩემი აზრით არ გავარცხებს და ცოტა განსხვავებული ვარ. ეგ ძალიან უნდა განმივრცო ეხა. როგორ? ძალიან უნდა განმივრცო, რატო არ გავხარ სხვაებს? აი რა თვისებები გაქვს ისეთი განსაკუთრებული? რა ვიცი, ალბათ უფრო ერთგული ვარ ზედმეტად და ალბათ რავი, დამთმობი ალბათ, რა ვიცი. ერთგულიც და ალბათ მომსმენი, ასე ვთქვათ, რავი. მოწონება გავიგეთ, შეგიყვარდებოდა შენი თავი? ნაკლებად. ან მოგეწონებოდა? მოწონებით მომწონებოდა, მას შეყვარებით არ მგონია. რატო? არ ვიცი. რაღაც ანუ ეგეთი ტიპი არა ვარ, რა ვიცი. შემიყვარო, ალბათ არ ვიცი. ანუ ეგ პირიქით ეგ უფრო დამოკიდებულია რაღაც პიროვნულ თვისებებზე, ანუ მოწონება შეიძლება ვიზუალურადაც მოგეწონოს მხოლოდ ადამიანი, მაგრამ სიყვარული რაც შენ ჩამოთვალე? რა ვიცი, ალბათ შეიძლება სიყვარულიც. მივედი იქამდე რომ შეგიყვარდებოდა შენი თავი. მადლობა ძალიან დიდი, კარგად. საპირისპირო სქესის რო იყო მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი? კი. რა მხრივ მოგეწონებოდა? რა მხრივ მომეწონებოდა? ალბათ ჩემ თავს თვლი რომ ვარ მიმზიდველი ადამიანი და რაღაც ბევრჯერ მიფიქრია მაგაზეც, რომ მე რო საპირისპირო სქესის ყოფილიყავი, პირველ რიგში ჩემი თავი მომეწონებოდა და არა სხვა ვინმე ჯერ. აი პიროვნული თვისებები რა გაქვს განსაკუთრებული შენი აზრით? განსაკუთრებული თვისებები ძალიან პუნქტუალური ადამიანი ვარ, აი სულ რაღაც ძალიან ადრე მივიდე და რაღაც ხო მაინც მოვალ. კიდე რა? ძალიან მეგობრული ვარ. ადვილად შემიძლია ხალხთან კომუნიკაცია და ალბათ ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო ის თვისებები, რომლის გამოც კიდევ უფრო მომეწონებოდა ჩემი თავი. თუ დაქორწინდებოდი საკუთარ თავზე? კი. რა თქმა უნდა. საპირისპირო სქესის რო ყოფილიყავით, მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი?
კი. რატომ მოგეწონება? რავი, ვიზუალურად ლამაზად გამოვიყურები და მაგით ალბათ. თვისებებზე რა სიტყვი? როგორ? თვისებებზე, რა თვისებები გაქვს ისეთი, რომ მოგწონებოდა შენი თავი? ან შეყვარებოდა საერთოდ? ყურადღებიანობა, რავი, კიდე ბევრი რაღაცა არის, მაგრამ გაიხსენე კიდე. ალბათ თბილი ადამიანი ვარ. ზრუნველიც იქნები გეტყობაზე. კი. და რავი. და მეტი ეთილიც საყვარელიც. კი. რავი. ხო, კეთილი საყვარელი რავი. თუ შეგიყვარდებოდა? რატომაც არა. საპირისპირო სქესის რო იყო მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი? ალბათ კი. რატომ მოგეწონებოდა? რავი, ზოგადად ჩემი თავი მეტნაკლებად მომწონს და საპირისპირო სქესისაც ალბათ მოვეწონებოდა. აი რა თვისებების გამო მოგწონს? რავი, თვლი რომ საკმაოდ ცნობის მოყვარე ვარ და მეგონია რომ თავარი თვისება ეგ არის, მაინც ყველაფერი მაგიდან გამომდინარეობს მერე. ცნობის მოყვარეობის გამო მოგეწონებოდა შენი თავი? კი, მე ცნობის მოყვარე ხალხი ყველაზე მეტად მეყვარს. ოკეი, თუ შეგიყვარდებოდა? ალბათ არა. რატო? ზუსტად შენაირი ადამიანი არ ამგონია რომ შეგიყვარდეს, ესე რომ დავინახო ადამიანი რომელიც ზუსტად ჩემნაირია არ ამგონია რომ შემიყვარდეს, რაღაცა განსხვავებული უნდა არსებობდეს. ძალიან გაიფასუხია, მადლობა ძალიან დიდი. საპირისპირო სქესის რო იყო მოგეწონებოდა თუ არა შენი თავი? კი. რა მოგეწონებოდა ყველაზე მეტად? არც მაგაზე არ მიფიქრია სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ ალბათ ხასიათებიდან გამომდინარე ძალიან მომწონებოდა. აი, რო დაფიქრდე რა არის შენ ხასიათში განსაკუთრებული, რის გამოც ადამიანს შეიძლება და შეყვარებოდი. არ ვიცი. ვიზუალურ მხარეზე ვილაპარაკოთ, რა მოგეწონებოდა შენ გარეგნობაში რა მოგწონს? ჩემ გარეგნობაში ბევრი რამე მომწონს. რა ვიცი, ყველაფერი. აი ხასიათზეც, პიროვნულ თვისებებზეც ვილაპარაკოთ. აი, რის გამო თვლი შენ თავს თუნდაც განსაკუთრებულად, თუნდაც კარგ ადამიანად, თუნდაც ურთიერთობაში რა შეიძლება იყოს შენი პრივილეგია. ზოგადად არ ვარ პრეტენზიული და არ მიყვარს რაღაც, აი, ბავშვურ თამაშებს მაგალითად ვერ ვიტან. ზოგადად მირჩევნია პირდაპირობა და პირდაპირობით წარმართო ყველან კომუნიკაცია და ნამდვილი ხარ ესე ვთქვათ. საპირისპირო სქესის რო ყოფილიყავით, მოგეწონებოდა თუ არა თქვენი თავი? ალბათ არა. რატო არა? არ ვიცი. აი ეგრე ვთვლი რომ არა. შენ მოგეწონებოდა შენი თავი საპირისპირო სქესის რო იყო? კი. რატო მოგეწონებოდა? რა მოგეწონებოდა უფრო სწორად ყველაზე მეტად? ჩემი რომანტიზმი ალბათ, რომანტიული და თვისებებიდან გამომდინარე, ჩემი თავი მომეწონებოდა ძალიან. აი საპირისპირო სქესს რო დაბადებულიყავით, მოგეწონებოდა თუ არა თქვენი თავი? არა, რატომ? არ ვიცი.